დილამშვიდობისა. ეს საქართველოს პირველი არხია, თქვენ უყურებთ გადაცემას პირადი ექიმი მარი მალაზონია ჟესტურ ენაზე თარგმანი. დღეს პირველად ხვდებით ერთმანეთს იმ განსაკუთრებული დღეების ფონზე, რომელიც ყველა მორწმუნესათვის ძალიან მნიშვნელოვანია, ამიტომ გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს, ჯანმრთელობას, დღეგრძელობას გისურვებთ და გისურვებთ მშვიდობას, სიკეთეს იმისათვის, რომ ადამიანებმა შევძლოთ საკუთარ მნიშვნელობაზე საუბარი და ვისაუბროთ იმაზე, რაც ყველაზე ძვირფასია ნებისმიერ საზოგადოებაში, ადამიანის სიცოცხლე. და ასეთ დღეებში განსაკუთრებით ბევრს ვფიქრობ იმაზე, რამდენად ძვირფასია თითოეული ადამიანის სიცოცხლე მიუხედავად ადამიანის ინდივიდუალური მახასიათებლისა და რომ ეს ყოველთვის ყველგან ასეა, ყველა საზოგადოებაში ასეა და ასეთ შემთხვევაში ჩვენი გადაცემის მთავარი სათქმელიც ვისაუბროთ ადამიანის შესახებ, ვისაუბროთ ადამიანთან დაკავშირებულ პრობლემებზე, ყველასათვის ბუნებრივი და გასაგები ხდება. როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ჯანმრთელობაზე, ჩვენ აუცილებლად ვითვალისწინებთ, რომ ადამიანი გაცილებით მეტია, ვიდრე უბრალოდ სხეული. ადამიანი გაცილებით მეტია, ვიდრე მატერიალი და ასეთ შემთხვევაში მატერიალური სუბსტრატის მიღმა ჩვენ ყოველთვის საუბრობთ, რომ მნიშვნელოვანია ადამიანის ჯანმრთელობისათვის სრული ფიზიკური, მენტალური და სოციალური კეთილდღეობა. ამის გათვალისწინებით არის სწორედ ნათქვამი დღეგრძელობა და ცხოვრების ხარისხი. დიახ, ადამიანისთვის არ არის საკმარისი მხოლოდ დიდხანს იცოცხლოს, ადამიანისთვის მნიშვნელოვანია კარგად იცხოვროს და ამიტომ თანამედროვე ცოდნა ამას ემსახურება. განსაკუთრებით კონკრეტულ თარიღებთან დაკავშირებით, როდესაც ჩვენ საუბრობთ ცნობადობაზე, ცნობადობის ამაღლებაზე. დღეს 7 მაისია, რაც იმას ნიშნავს, რომ მთელი მსოფლიო სამედიცინო საზოგადოება აუცილებლად გამოიყენებს ამ შესაძლებლობას და მსოფლიოს შეახსენებს, რომ დღეს ბრონქული ასთმის მსოფლიო დღეა. დიახ, ბრონქული ასთმის მსოფლიო დღე, რომელიც განსაკუთრებით გამოყვეს დღეს კონკრეტული ფრაზით. გამოყვეს ფრაზით, რომელიც ყველასათვის გასაგებია. ის, რაც ყველა ადამიანისთვის განვითარებას უზრუნველყოფს, ის, რაც ყველა ადამიანისთვის სრულყოფას უზრუნველყოფს და ასთმის შემთხვევაში აღმოჩნდა გადამწყვეტი. მივიღოთ განათლება და ვისწავლოთ ასთმა. და ასეთ შემთხვევაში სწორედ სათქმელი, მთავარი ფრაზა, მთავარი სლოგანი, რომ ცოდნა აძლიერებს, ჩვენ მოვირგეთ საკუთარ თავზე და ვამბობთ, რომ დღეს ასთმის მსოფლიო დღეა და ცოდნა ასთმის შესახებ ნამდვილად გვაძლიერებს. არის თუ არა ეს მნიშვნელოვანი სხვადასხვა დროს, სხვადასხვა მოვლენასთან კონტექსტში? არის თუ არა რისკების გათვალისწინებით საგულისხმო ბრონქული ასთმის დიაგნოზი? არის თუ არა ბრონქული ასთმა საგულისხმო მაგალითად დღეს ჩვენს რეალობაში სეზონურად მიმდინარე მოვლენების გათვალისწინებით და იმ პრობლემების გათვალისწინებითაც კი, რაც ჩვენს წინაშე დგას ყოველდღიურად. თქვენ წარმოიდგინეთ, ის რეალობა, რაც ჩვენს ქალაქში ხდება, ესეც კი შეიძლება იყოს ძალიან საყურადღებო ბრონქული ასთმისთვის. თქვენ იკითხავთ, რატომ აი ამას გავარკვევთ დღეს ჩვენ დეტალურად აუცილებლად, ისევე როგორც ვისაუბრებთ იმის შესახებ, რატომ შეიძლება სეზონურმა ცვლილებებმა თავისი კვალი დატოვოს თვალის ჯანმრთელობაზე და არის თუ არა მაგალითად ჰაერში ამა თუ იმ გამღიზიანებელის არსებობას მნიშვნელოვანი თვალის ჯანმრთელობისათვის. ესეც დაკავშირებული იქნება იმ მოვლენებთან, რაც ჩვენთვის აუცილებლად არის ხოლმე საგულისხმო, საყურადღებო რისკების შეფასების ჭრილში. და ვიდრე უშუალოდ სტუმრებს მოვიწვევ მე გადაცემაში და სტუდიაში, აუცილებლად გაგახსენებთ, რომ სარიტუალო ყვება არის თანმხლები ნებისმიერი დღესასწაულის და ერთ-ერთი ასეთი მნიშვნელოვანი კომპონენტი, რომელიც ალერგიას და აღდგომასთან დაკავშირებულ რიტუალს აკავშირებს, არის კვერცხი. არის თუ არა ეს საგანგებო საფუძველი იმისათვის, რომ ჩვენი რეკომენდაციები გაიზიაროთ, მოდით ვიდეო რჩევას კიდევ ერთხელ შევავლოთ თვალი. კვერცხის უსაფრთხო მოხმარება ბავშვებში. კვერცხი ბავშვების კვებაში რეკომენდებულია 7-8 თვის ასაკიდან. თავდაპირველად ყვითრი, ანუ კვერცხის გული გამოიყენეთ. კვერცხის გული 4 ნაწილად გაყავით და ბავშვს მხოლოდ 1/4 მიეცით. ულუფა გაზრდეთ ნახევრამდე 9-10 თვის ასაკში. თლიანი კვერცხის გული შეიძლება მისცეთ მხოლოდ 1 წლიდან. ამავე ასაკში მიზანშეწონილია ცილის ჩართვაც. 12 თვიდან ბავშვი თანდათან გადაიყვანეთ
მთლიანი კვერცხის მოხმარებაზე. ასაკის მატებასთან ერთად შეგიძლიათ გაზარდოთ ბავშვის მიერ მოხმარებული კვერცხის რაოდენობა. სასკოლო ასაკის ბავშვისთვის ოპტიმალურია 4-5 კვერცხი კვირაში. დაიმახსოვრეთ, კვერცხი მაღალი ალერგიული პოტენციალის პროდუქტია. თუ ბავშვს კვერცხის სილაზე ალერგია აქვს, სიფრთხილე გამოიჩინეთ არცრის დროს, რადგან ზოგიერთი ვაქცინა შეიცავს კვერცხის სილას. კვერცხზე ალერგიის დროს შესაძლებელია ჯვარედინი ალერგიული რეაქციები, მაგალითად, მწყრის კვერცხზე, ქათმის ხორცსა და ბულიონზე, მაიონეზზე, ბუმბულის ბალიშზე და ასე შემდეგ. არ დააძალოთ შვილებს ეგრეთ წოდებული გოგლი-მოგლი. ომი კვერცხი შეიძლება სალმონელოზის წყარო გახდეს. დიდი რაოდენობით შაქრის ფხვნილი კი არაერთი დაავადების ხელშემწყობი პროდუქტია. გამოყენებამდე კვერცხი აუცილებლად გარეცხეთ თბილი წყლით. შენახვისას, თუნდაც მაცივარში, კვერცხი წონაში იკლებს და ნაჭუჭი ნაკლებად იცავს შიგ-თავს. სააღდგომო კვერცხი ბავშვებს მიეცით შეღებვიდან არაუმეტეს 1 კვირისა შენახვის წესების დაცვით. სიცოცხლის გახანგრძლივება და არა გადამდებ დაავადებათა თავიდან აცილება შესაძლებელია სწორი კვებით, რეგულარული ფიზიკური აქტივობით, თამბაქოზე უარის თქმით. აირჩიე ჯანსაღი ცხოვრების წესი პირადი ექიმის რჩევით. როგორც გითხარით, დღეს 7 მაისია, ეს იმას ნიშნავს, რომ ბრონქული ასთმის მსოფლიო დღე აღინიშნება ნებისმიერ ქვეყანაში, სადაც მნიშვნელოვნად თვლიან, რომ ბრონქული ასთმა არის ის დიაგნოზი, რომლის შესახებ ცნობადობის ამაღლება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. და ამიტომ ჩვენ არ ვარღვევთ ტრადიციას, ჩვენს ყოველწლიურად ჩვენს გადაცემაში ვსაუბრობთ იმის შესახებ, რა იცის მოცემულ მომენტში მტკიცებითმა მედიცინამ ახალი ბრონქული ასთმის შესახებ, რა ცვლის ბრონქული ასთმა როგორც დიაგნოზი და ჩვენ როგორ შეიძლება გავზარდოთ უნებურად რისკები, როდესაც ასეთი დიაგნოზის მატარებლები ვართ. და ამ თემაზე ჩვენი გადაცემის სტუმარი იქნება ჩვენი გადაცემის ძალიან დიდი ხნის მეგობარი, რომელიც ჩვენი გადაცემის ისტორიის მანძილზე სისტემატურად გვიზიარებს სხვადასხვა ინფორმაციას იმუნოლოგიისა და ალერგიის სფეროდან, მაგრამ დღეს მნიშვნელოვანია, რომ სწორედ ბრონქული ასთმის შესახებ საუბრის ტრადიციას ვაგრძელებთ მასთან ერთად. იგი გახლავთ ალერგიის, ასთმის და კლინიკური იმუნოლოგიის აკადემიის პრეზიდენტი, იმუნოლოგ-ალერგოლოგი, პროფესორი ქალბატონი მაია გოთვა. დილამშვიდობისა, ქალბატონ მაია. დილამშვიდობისა, გილოცავთ მეც. მრავალს დაესწარით. დაბრძანდით. გილოცავთ აღდგომას, გილოცავთ გიორგობას და ასთმის დღეს. მადლობა ქალბატონ მაია. ერთად მადლობა რომ აღნიშნავთ. მადლობა რომ გვაძლევთ საშუალებას ეს ტრადიცია შევინარჩუნოთ წლების მანძილზე და რაც მთავარია გავამართლოთ ის მთავარი სათქმელი, რაც წელს აირჩიეს ჩვენმა კოლეგებმა ამ დღის აღსანიშნავად. და ალბათ არ არის თქვენთვის მოულოდნელი, თუმცა საზოგადოებისათვის ვფიქრობ საყურადღებოა, როდესაც ბრონქულ ასთმასთან დაკავშირებით მთავარ ფრაზად წელს 2024 წელს სწორედ განათლება და ცოდნა გამოყვეს და რომ ცოდნა ადამიანებს აძლიერებს, რომ განათლება ადამიანებს აძლიერებს. ბრონქული ასთმის ცოდნა ყველა იმ ადამიანს აძლიერებს, ვისაც რაიმე შეხება აქვს ამ დიაგნოზთან, ან არ აქვს შეხებაც კი და საბოლოო ჯამში ცოდნა გვაძლიერებს მაშინ, როდესაც საუბრობთ ბრონქული ასთმის შესახებ. რას ცვლის ეს ფრაზა, რატომ აირჩიეს სწორედ ეს ფრაზა და რა გამოცდილება ადასტურებს ამ ფრაზის მართებულობას სწორედ ბრონქულ ასთმასთან მიმართებაში? დიდი მადლობა. ამ სლოგანს აქვს კიდევ გაგრძელება, ეს არის ინფორმაცია არის გასაღები. ეს ინფორმაცია არის სხვადასხვა საზოგადოების წევრისადმი მიმართული და ამიტომ ეს ცოდნა სპეციფიურია პაციენტისთვის, ჯანდაცვის ორგანიზატორისთვის, სპეციალისტი ალერგოლოგისთვის, უბრალოდ ოჯახის ექიმისთვის, პედიატრისთვის, ის ვინც ბევრ ადამიანს ინჯავს დღის მანძილზე და თქვენ სამართლიანად ბრძანეთ, ძალიან მნიშვნელოვანია მოსახლეობისთვის, რომელსაც შეიძლება სულ არ აყავს ოჯახის წევრი, რომელსაც აქვს ასთმა, მაგრამ მისი რომელიმე ახლობელი, მეზობელი, ეს იმდენად გავრცელებული დაავადებაა, რომ რომელიმე მის თვალსაწიერში არსებული ადამიანი შეიძლება იყოს დაავადებული ამ გავრცელებული პათოლოგიით, რომელიც
აი 262 მილიონი, ზოგან წერენ 300 მილიონი ადამიანი მსოფლიოში არის დაავადებული. მაგრამ სამწუხაროდ ჩვენ ხშირად ვამბობთ, რომ ეს დაავადება მართვადია, მას აქვს ძალიან ბევრი მართვის დიაგნოსტიკის ნიუანსი და ყოველწლიურად ხდება აი ამ დღის აღნიშვნა. მიუხედავად ამისა, სამწუხაროდ არსებობს ფატალური ასთმაც და დათვალეს ჯანდაცვის მესვეურებმა და აღმოჩნდა, რომ წლის მანძილზე 455,000 ადამიანი გარდაიცვალა და თვლიან, რომ საშუალოდ დღეში 1000 ადამიანი შეიძლება გარდაიცვალოს და გარდაცვალების მიზეზი უпростоრეთ არეალი გარდაცვალების არის დაბალი შემოსავლისა და ასე ვთქვათ საშუალო შემოსავლის ქვეყნები. დაახლოებით 96% მოდის აი ესეთ შედარებით ეკონომიურად არაუზრუნველყოფილ ქვეყნებზე, სადაც ალბათ ცოდნაც არ არის უზრუნველყოფილი და ხელმისაწვდომობა სწორად დანიშნული დიაგნოზის შესაბამისად მედიკამენტებისა სამწუხაროდ ისეთი ეფექტური ვერ არის და ძალიან დასანანია, რომ დღევანდელ დღეს აგერ 21 საუკუნეში ასთმის დღის ყოველწლიური აღნიშვნის და ყველა იმ ახალი თანამედროვე მედიკამენტების აღმოჩენის თუ მათი დანიშნვის პროცედურების დახვეწის მიუხედავად სამწუხაროდ ასთმა შეიძლება იყოს ფატალურიც. ამიტომ მსუბუქიდან მძიმესკენ ყველანაირი ასთმა არსებობს თავისი მიმდინარეობის მიხედვით, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი ალბათ ის არის, რომ ის იყოს სწორედ ამოცნობილი, იმიტომ რომ ასთმას აქვს სხვადასხვა სახე. მას ან ჩვენ ამ სხვადასხვა კლინიკურ ვარიანტებს ვეძახით ფენოტიპებს, რომელიც სხვადასხვა ასაკში ვითარდება და ის ფაქტი, რომ ადამიანი ამბობს, რომ მე ბავშვობაში არაფერი არ მქონდა, იცით, მე ეს დაავადება არ ამგონია რომ მაქვს მე რაღაც რესპირაციული ვირუსული ინფექცია მქონდა და არ უშვებს მოსახლეობა რომ მას შეიძლება მოწიფულ ასაკში დაემართოს ასთმა. მაშინ როდესაც აი ამ ლეითონსეთ, ანუ ჩვენ ვეუბნებთ გვიან მოძნილობის ასაკში დაწყებული ასთმა უფრო ხშირად ის კალებში ხდება, გაცილებით უფრო რთული მიმდინარეობით ხასიათდება და მას ალერგიული პროფილი, რომ ის იყოს ალერგიული რომელიმე ალერგენის მიმართ, ნაკლებად ახასიათებს. მისი მიზეზი არის სხვა და აქ არის ცოდნა ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ სხვადასხვა ასთმის ფენოტიპს, ანუ სხვადასხვა ასთმის გამოვლინებას საფუძვლად უდევს ალერგიული ანთება, რომელიც შეიძლება იყოს სხვადასხვანაირი. და აი ამ ალერგიული ანთების გაზომვას, მის მიმართულ მკურნალობას სადღეისო ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება და დღევანდელ დღეს არის დიდი წარმატებები. ახლა ჩვენ ალბათ მოსახლეობას უნდა უთხრათ, რომ ეს წერია სამედიცინო სპეციალიზირებულ ლიტერატურაში, რომ ადამიანს ასთმის მქონეს შეიძლება ჰქონდეს კარგი რემისია, მაგალითად 1 წელი, მაგალითად 5 წელი, მაგრამ გარკვეულმა ტრიგერმა ის გაამწვავს შესაბამისი სიტუაციების მიხედვით. და ალბათ ის ტრიგერები, რომელიც ამას ამწვავს ზოგადად, ძალიან მნიშვნელოვანია, რა თქმა უნდა, პირველ რიგში თვითონ მოსახლეობისთვის, რომელიც ამ ბრძოლის ველზეა ცხოვრების და ექიმს მით უმეტეს, რომელმაც ეს შესაძლო რისკ ფაქტორები უნდა გაითვალისწინოს, მოახერხოს მათი, ასე ვთქვათ, ელიმინაცია, რომ ზედმეტად დაავადება არ გართულდეს და იქ სადაც მისი გამწვავება, დროზე მოხდეს მისი მოწესრიგება. ქალბატონო მაია, დღევანდელი ჩვენი საუბარი იქნება ცოტა განსხვავებული. განსხვავებული იქნება იმ მხრივ, რომ მე აუცილებლად უნდა დაგისვათ რამდენიმე კითხვა, რომელიც მიმდინარე მოვლენების გათვალისწინებით სამედიცინო რისკებს უკავშირდება და კონკრეტულად ბრონქული ასთმის დიაგნოზს. და მეორე მხრივ გარკვეულწილად ტრადიციურიც, იმიტომ რომ როგორც ყოველ წელს აქაც იქნება შეკითხვები, მაგალითად სიახლეებთან დაკავშირებით, ან მაგალითად რისკებთან დაკავშირებით, ან მიზეზებთან დაკავშირებით ვიცით თუ არა ახალი ამ მიმართულებით. მოდით დავიწყოთ რეალობაზე საუბრით და დავიწყოთ სწორედ იმ ადამიანების ინტერესის გათვალისწინებით, რომელთაც
გულწრფელად აღელვებთ ეს მდგომარეობა. მაგალითად, თქვენ ამ შემთხვევაში წარმოადგენთ ალერგოლოგიის, არა უბრალოდ მხოლოდ ასთმასთან დაკავშირებით და ასთმის საკითხებზე მომუშავე პროფესიონალთა ჯგუფს, არამედ ზოგადად იმუნოლოგიისა და ალერგოლოგიის დარგს. და ამიტომ მაგალითად, როდესაც ჩვენ საუბრობთ სხვადასხვა გამღიზიანებაზე, სხვადასხვა რისკ ფაქტორზე, შეიძლება თუ არა ჰაერში არსებული ესა თუ ის გამღიზიანებელი, მაგალითად წიწაკის ექსტრაქტი ან აირში შემავალი რაიმე კომპონენტი იყოს ალერგიული, ვთქვათ, გამშვები ფაქტორი, ანუ ალერგიული გამღიზიანებელი, ალერგენი, რომელიც ადამიანისათვის იქნება საყურადღებო. ვისთვის არის ეს საყურადღებო? პრაქტიკულად ჯანმრთელი ადამიანებისათვის, რომელთაც აქვთ ბრონქული ასთმა, რა კი დღეს ჩვენ ბრონქულ ასთმაზე ვსაუბრობთ, ან რომელიმე სხვა სახის ალერგიული გამოვლინება. მადლობთ ამ შეკითხვისთვის. ბუნებრივია, საქართველოშიც ეს დაავადება გავრცელებულია და ალბათ მნიშვნელოვანია იცოდეს პაციენტმა, რომ მას ეს პრობლემა აქვს. და შემდგომ ვთქვათ, რა არის მისთვის რისკი. ესე იგი, ადამიანს თუ აქვს სპაზმური ხველა, თუ აქვს მას ხმაურიანი სუნთქვა, მოსმენისას, ან თვითონაც შეიძლება ესმოდეს ხიხინი, ან ექიმმა დაუფიქსირა ხიხინი, რომელიც გაციებასთან არ არის დაკავშირებული. მას აქვს გულმკერდის შებოჭილობა და ასევე, როგორც ვთქვით, სპაზმური ხველა, ეს უკვე პრობლემაა. აქედან გამომდინარე, მან უნდა იცოდეს, რომ ეს სიმპტომები ხშირად ასთმას ახასიათებს. ამოსუნთქვითი ხასიათის ქოშინი აქ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია და ყველაზე ისეთი ამისი კლინიკური გამოხატულება არის ჰიპერრეაქტიულობა. ანუ ასთმის მქონე ხალხი და ის ადამიანები, რომელთაც სასუნთქი გზები იოლად უღიზიანდებათ, ისინი არიან სენსიტიური, მგრძნობიარე სხვადასხვა ირიტანტის მიმართ. ალერგენი არის ის ფაქტორი, ნივთიერება, საკვები, გარემო ფაქტორი, ყველაფერი ის, რაც ადამიანში იმუნურ პასუხს გამოიწვევს. მაგრამ გარდა იმუნური პასუხისა, შეიძლება ეს ადამიანი ძალიან კარგად იტანდეს წიწაკას. პირიქით უყარდეს ცხარე საჭმელი და წიწაკის მიმართ ალერგიული არ არის. მაგრამ როდესაც ეს არის რაოდენობაზე საუბარი და ჰიპერრეაქტიული მგრძნობიარ ადამიანს აქ შეხება აი ამ ირიტანტთან მაღალი დოზით ის მას ძალიან აღიზიანებს. ის გამოდის ტრიგერი, ძლიერი გამაღიზიანებელი და მან შეიძლება გამოიწვიოს გაღიზიანება სასუნთქის სისტემის. ეს შეიძლება იყოს ბრონხოსპაზმი, რომელიც იმ ადამიანს უფრო იოლად განუვითარდება, რომელსაც მის მიმართ ასეთი გამღიზიანებლების მიმართ ჰიპერრეაქტიულობა ახასიათებს. ესეთი არის ადამიანები, რომელსაც ასთმური მოვლენები თუნდაც ადრე ქონდა და ეხლა რემისიის ფაზაში არიან. ანუ მათ რაღაცა სისუსტე, აქილევსის ქუსლის რაღაცა გამოვლინება ან ადრე ქონდათ, ან შეიძლება აი ამ სტრესის დროს, ფიზიკური დატვირთვის დროს, სხვადასხვა, არა მარტო წიწაკა, ეს შეიძლება იყოს სხვადასხვა გამაღიზიანებელი ფაქტორის ერთობლიობა, როდესაც სხვადასხვა ფაქტორმა ეს გამაღიზიანებელი ან ერთი ან სხვადასხვა კიდევ უფრო გააძლიეროს. ამიტომ აქ უნდა გავითვალისწინოთ ბევრი ადამიანი, რომელიც სადღეისოდ წუხს თავისი ცხოვრების ხარისხის დაქვეითების გამო მცენარეული ალერგიის მიმართ, ახლა ჩვენ გაზაფხულის სეზონში ვიმყოფებით, დაიწყო ბალახების ყვავილობა. ბალახები ყველგან არის, მადლობა ღმერთს, დღეს წვიმა, ეს დღეები წვიმიანი ამინდი იყო და ჰაერი თითქოს კი არა ნამდვილად გასუფთავდა. როგორც მცენარეული ალერგენების გამგულისხმობ და ასევე ამ პერიოდში, როდესაც ალერგენები ჭარბად არის მცენარეები ყვავის, მას თუ ამ ალერგენს ცნობილია დაემატა გამღიზიანებელი მიკრონაწილაკები, ისინი უფრო აგრესიული ხდება. თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტორს, რომ წელს მაღალი სეზონია ალერგიზაციის, იმიტომ რომ თავიდან ძალიან მაღალი ტემპერატურა იყო. ყველაფერი გაყვავილდა, წინ ჯერ წვიმა იყო, მერე ასე ვთქვათ, ცხელი მზიანი ამინდები, მცენარეები გაყვავილდა და ბევრი პაციენტი მოგვადგა ჩივილით, რომ არ ყოფნის ერთი ან ორი ანტიალერგიული წამალი, არ ყოფნის თვალის ანტიალერგიული წვეთები, ცხვირის ანტიალერგიული პრეპარატები და
დამატებითი კიდე საშუალებები იყოს საჭირო. თქვენ წარმოიდგინეთ, ასეთ პირობებში, როდესაც ადამიანს ისედაც აქვს უკვე ჰიპერგრძნობელობა, არა მარტო ბრონქების მხრიდან, თვირის, თვალის, სასუნთქის სისტემის, ზედასასუნთქის სისტემის, ლარინგოსპაზმი, ლარინგიტი, ყველაფერი შეიძლება განვითარდეს. ჩვენ ზამთარი გამოვიარეთ. ზოგ ზამთრიდან გამოყვა ინფექციის შედეგად გართულებული სასუნთქის სისტემები. ამიტომ არა მარტო ალერგენების მიმართ ჰიპერგრძნობელობა და ირიტანტების, ანუ ქიმიური ნივთიერებების მიმართ გრძნობელობა, აქ ახლა ისიც უნდა გავითვალისწინოთ, კოვიდის მემკვიდრეობა. კოვიდის მემკვიდრეობის ფონზე მოსახლეობას გაუჩნდა ბევრი ოთხფეხა მეგობარი და არაერთი. ანუ ძირითადად ახლა ჩვენთან მოდის ბევრი პაციენტი, რომელთაც აქვს ბრონქული ასთმის მოვლენები, კატის ან ძაღლის, უფრო ხშირად ეს კატა არის, რომელიც არის ძალიან ალერგიული. ახლა ეს ადამიანები, რომლებიც ალერგიულ თვისებებს არა მარტო მცენარეების მიმართ ავლენენ, არამედ ნებისმიერი ალერგენის მიმართ. ეს არის მტვერი, ეს არის ეს არის სხვადასხვა საყოფაცხოვრებო ქიმია, მოკლედ სხვადასხვა გამღიზიანებელი ცხოველების ჩათვლით ბუნებრივი პლუს დამატებული ქიმიური ირიტანტი შეიძლება იყოს მათი ცხოვრების ხარისხის სერიოზული დაზიანების მიზეზი. ეს არის დაუყოვნებლივ, აი მაგალითად ძალიან ბევრ ადამიანს, ვისაც აქვს ასეთი პრობლემები, აინტერესებს, ეს არის მაგალითად ასეთ ნივთიერებებთან უშუალოდ კონტაქტის დროს შეიძლება იყოს ეს ალერგიული რეაქცია, თუ ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ, რომ რაღაც ცოდნა გვჭირდება იმისათვის, რომ გრძელვადიან პერსპექტივაშიც გავიაზროთ რისკები. აქ უკვე უნდა ალბათ იმუნოლოგიური ცოდნა მოვიხმოთ, იმიტომ რომ ატოპია, ანუ განწყობა ალერგიული რეაქციების მიმართ, რომელიც არის სწრაფი ანტისხეულებით იმუნოგლობულინით განპირობებული, 1 საათის, ანუ წუთებიდან 1 საათში ან 2 საათში შეიძლება გამოვლინდეს. და თუ ეს არის ძლიერი გამღიზიანებელი ან ძლიერი თუნდაც ალერგენი, რომელიც მისთვის სპეციფიურია იმუნური პასუხისთვის, ის შეიძლება რამოდენიმე წუთშიც განვითარდეს და 2 საათშიც. მაგრამ არსებობს ასთმის და სხვა ალერგიული დაავადებების ისეთი იმუნოლოგიური მექანიზმები, რომლებიც შეიძლება სწრაფად ან უჯრედებით არის განპირობებული და სწრაფად არ რეაგირებს, მაგრამ მოგვიანებით შეიძლება განვითარდეს ასევე ძლიერი რეაქცია, როგორც ქვედასასუნთქი, ისე ზედასასუნთქი სისტემის მხრივ. აქ აუცილებლად უნდა დავამატოთ, რომ ფიზიკური დატვირთვა ასევე ძალიან სერიოზული გამღიზიანებელია. ამიტომ ფიზიკური დატვირთვის შედეგად ასთმა ჩვენ ასთმას ვეძახით კიდეს ფიზიკური დატვირთვის ასთმა. და ის ხან მალევე შეიძლება განვითარდეს ფიზიკური დატვირთვის, აი ძლიერი ფიზიკური დატვირთვის პერიოდში, ან საკმაოდ ხშირად შეიძლება რაღაცა გარკვეული ხნის მერე უკვე გამოიწვიოს ბრონხოსპაზმი. ამიტომ ფიზიკური დატვირთვა შეიძლება ანაფილაქსიის მიზეზიც იყოს, ანუ გისტამინოლიბერაცია, ანუ ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებების სწრაფი, ასე ვთქვათ, გამონთავისუფლების მიზეზი. ამიტომ ესეც არის გასათვალისწინებელი. რეალურად რამდენიმე ფაქტორი დაასახელეთ, არა მარტო ვთქვათ ქიმიურ გამღიზიანებელთან კონტაქტი, არამედ ზოგადი ვთქვათ სეზონური ფონი, რომელიც ბევრი ადამიანისთვის რისკის ფაქტორია, კარგარეთა ალერგენები, სახლშიც არსებული ალერგენები, სტრესი და ფიზიკური დატვირთვა, რომელიც შეიძლება ერთდროულად ერთსა და იმავე ადამიანს ჰქონდეს იმ რეალობაში, რომელზედაც ჩვენ ახლა ვსაუბრობთ. დიახ, მაგრამ აქ ერთიც უნდა აღვნიშნოთ, იმიტომ რომ აცივ და კიდეც და სამწუხაროდ ხდება ზოგჯერ ადამიანის გადაცივება ან წყლის ზემოქმედებით, ეხლა მით უმეტეს წვიმა, ვირუსული ინფექციები. იმიტომ რომ ასეთ გარემოში, როდესაც არის თუნდაც ღია სივრცეში ეს თავყრილობა, ნებისმიერ სიტუაციაში შესაძლებელი არის, რომ ვთქვათ, გარკვეული პროგრესირება განიცადოს ვირუსულმა ინფექციამ, ან ნებისმიერმა გაცივებამ იყოს, ანუ საფუძველი, რომ მერე რაიმე ესკალაცია მოხდეს გარკვეული ინფექციის განვითარების. ეს იქნება ვირუსული, ეს იქნება ბაქტერიული თუ ასე შემდეგ. ანუ ეს ის ზოგადი
ფაქტორებია, რომელიც არა მარტო მოცემულ მომენტში, ნებისმიერ მომენტში შეიძლება იყოს გამღიზიანებელი ან ინიციატორი ასთმისა და ალერგიული დაავადებების მანიფესტაციის, მაგრამ როდესაც არაერთი ფაქტორი, არამედ რამოდენიმე ერთად, ბუნებრივია რისკი ადამიანის მდგომარეობის გართულებისა, მას, რომელსაც განწყობა აქვს ალერგიული დაავადებების მიმართ, რეალურად არსებობს. მე ვფიქრობ, რომ ეს თემა ძალიან მნიშვნელოვანი იყო ყველასათვის. ყველა იმ ადამიანისთვის, ვისაც უშუალოდ ეხება და ყველა იმ ადამიანისთვის, ვისაც ერთი შეხედვით არ ეხება, თითქოს მას ასეთი დიაგნოზი არ აქვს, მაგრამ საყურადღებოა, იმიტომ რომ როდესაც ჩვენ საუბრობთ საზოგადოებაზე, საზოგადოება ეს არის ბევრი ადამიანის ერთობა, სადაც ყველას ინტერესი უნდა იყოს გათვალისწინებული და მათ შორის უპირველესად იმ ადამიანების, ვისაც ჯანმრთელობასთან დაკავშირებული რისკი აქვს და მათთვის ასეთი საფრთხეების გათვალისწინება და მათთვის ასეთი საფრთხეების შექმნის გათვალისწინება გასააზრებელია ყველასათვის. ჩვენ გვაქვს ვიდეო რჩევა და დაუბრუნდეთ შემდეგ საუბარს. ალერგიის თავიდან ასაცილებლად ხშირად გაანიავეთ და სველი წესით დაალაგეთ ბინა. საწოლი ოთახიდან გაიტანეთ ხალიჩები, რბილი ხაოიანი გადასაფარებლები, ფარდები და წიგნები. კვირაში ერთხელ მაინც გაამზეურეთ, გაბერტყეთ ან ტვერსასრუტით გაწმინდეთ საბნები, ლეიბები და ბალიშები. ხშირად გამოცვალეთ თეთრეული, რეგულარულად რეცხეთ გადასაფარებლები და საწოლი ოთახის ფარდები. იხმარეთ ანტიალერგიული ლოგინი, ერიდეთ ალერგიულ პროდუქტებს. ყოველი ახალი საკვები მიირთვით მცირე ულუფებით და ჩაინიშნეთ თქვენი კვების დღიურში. ყურადღებით წაიკითხეთ საკვების შემადგენლობა. დაუყოვნებლივ გადაყარეთ ძველი და დაობებული პროდუქტები. შეარჩიეთ არაალერგიული კოსმეტიკური საშუალებები თქვენს ექიმთან ერთად. არ ჩაიცვათ სინთეტიკური და შალის სამოსი შიშველტანზე. ატარეთ ბამბის საცვლები. არ ჩაიცვათ ახალ შეძენილი ტანსაცმელი გაურეცხავად. ექიმის დანიშნულების გარეშე არ მიიღოთ არც ერთი პრეპარატი. ყვავილობის პერიოდში მოერიდეთ ფეხით სიარულს შუადღისას და გაისეირნეთ ახლად ნაწვიმარზე. თავი აარიდეთ ძლიერ სიცივეს და სიცხეს, მზეზე გარუჯვას. მოერიდეთ ინტენსიურ ფიზიკურ დატვირთვას, ოფლიანობას, ქლორიან აუზში ბანაობას, წერებისგან თავდასაცავად. არ იხმაროთ სულამოები და სურნელოვანი პარფიუმერია. არ ჩაიცვათ კაშკაშა ფერის, ყვავილებით მორთული ტანსაცმელი. შინაური ცხოველი უმჯობესია დააბინაოთ ეზოში და არა თქვენს საძინებელ ან სამუშაო ოთახში. ინფორმაცია თქვენი ალერგიულობის შესახებ დაწერეთ ფურცელზე და მუდმივად იქონიეთ თან, პირადობის მოწმობასთან ერთად. სიცოცხლის გახანგრძლივება და არაგადამდებ დაავადებათა თავიდან აცილება შესაძლებელია. სწორი კვებით, რეგულარული ფიზიკური აქტივობით, თამბაქოზე უარის თქმით. აირჩიეთ ჯანსაღი ცხოვრების წესი, პირადი ექიმის რჩევით. ჩვენ სიახლესთან დაკავშირებით უნდა გვეთქვა, მაგრამ მოკლედ თქვენ გქონდათ სურვილი რომ გეთქვათ მომზადება რას ნიშნავს ადამიანისათვის. მომზადება გულისხმობს, რომ ნებისმიერ პაციენტს, რომელსაც რაღაცა სისუსტე აწუხებს, ნებისმიერი დაავადების შემთხვევაში, მან ჯობია თავის თავზე თვითონ იზრუნოს პირველ რიგში, რა თქმა უნდა, და შეიარაღებული იყოს იმ საშუალებებით, რომელიც მას შესაძლო სიტუაციაში დაიცავს. თუ ეს ასთმა, ასთმის შესაბამისი წამალი, ანტიალერგიული პრეპარატები, ის რაც მისთვის ექიმს რაც მისთვის ნათქვამი აქვს ექიმთან გაიაროს კონსულტაცია, რადგან რასაც ჩვენ დღეს ვამბობთ, ცოდნა გვაძლიერებს. ამიტომ თუ ჩვენ არასწორად მოვიქცევით, ბუნებრივად თავს ვერ დავიცავთ. და ამიტომაც საჭირო არის აწონდაწონა ყველა კონკრეტულ სიტუაციაში, ეს უცხოეთში მიფრინავს, თვითფრინავშია, ეს არის თქვათ შესაბამისი კლიმატური პირობები, თუ ეს არის რაღაც თავყრილობა, რომელსაც შეიძლება მოყვეს რაღაც გარკვეული გართულებები, პაციენტი
უნდა ექიმთან ერთად ინფორმირებული იყოს, რა დაცვის საშუალებები იქონიოს თან და ამავე დროს ალბათ ჯანდაცვის სპეციალისტებიც სასწრაფო დახმარება, როდესაც მასიური თაყვანობის ადგილია, უნდა იყოს შეიარაღებული, აი თუნდაც სასუნთქის საშუალებებით, მედიკამენტებით, რომელიც შესაძლო უფრო მეტი აღმოჩნდეს ერთი დარგის, აი თუნდაც ჩვენ შემთხვევაში გარდა ტრავმატიზმისა. ანუ ეს არის დასაგეგმი როგორც პაციენტის, ისე ექიმების მხრიდან, რომ ყველაფერი იყოს უსაფრთხო და პაციენტის ცხოვრებას, სიცოცხლეს როგორც თქვენწანეთ, მაქსიმალურად გაუფრთხილდეთ და ჯანსაღი ცხოვრების წესით მისი ცხოვრების ხარისხი გავაძლიეროთ. როგორ შეხვდა დარგი დღევანდელ თარიღს? არის ბრონქულ ასთმასთან დაკავშირებით სიახლე ქალბატონო მაია? დიახ, როგორ არ არის, იმიტომ რომ ყოველწლიურად მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია და ამერიკის გულის სისხლისა და ფილტვის ნაციონალური ინსტიტუტი ერთობლივად არის ორგანიზატორი ჯინას, ეს არის ასთმის გლობალური ინიციატივა, რომელიც 93 წლიდან არის, ასე ვთქვათ, შექმნილი და შარშან 30 და შარშან ზუსტად მეც ვიყავი მონაწილე, მილაში იყო 30 წლის თავის აღნიშვნა აი ამ სტრატეგიის განვითარების, რომელსაც ეფუძნება თითქმის მთელი მსოფლიოს ალერგოლოგიური სამსახური ასთმის მართვის ფოკუსირებით. ამ შემთხვევაში ყოველწლიურად, რაც კი ახალი ლიტერატურა გამოდის, ამ ახალი კვლევების, ახალი მიღწევების საფუძველზე ხდება გადასინჯვა და ყოველ წელს ხდება, ასე ვთქვათ, განახლება გაიდლაინის, მაგრამ სანამ მოხდება აი ამ სტრატეგიის განახლება, აი ერთი კვირით ადრე ჩვენ მივიღეთ ეს, ასე ვთქვათ, პროექტი, რომელიც დღეს უკვე გამოქვეყნდება და ასე ვთქვათ, ძალაში შევა. და მსოფლიოს აი იმ ქვეყნებს, რომელთა შორის საქართველოც არის და მონაწილეობთ, გვაქვს საშუალება კრიტიკულად შევაფასოთ ის ყველა თანამედროვე, იქ ყველგან არის ახალი წყაროები, შენ შეგიძლია დაამატო და ყოველთვის რწმუნდები, რომ ერთი წელი ნამდვილად დიდი დრო არის, რომ ბევრი რაიმე შეიცვალოს. ისეთი განსაკუთრებული ცვლილება, რომ რაღაც აიცით როგორ აი თეთრი და შავი რო იყოს, იყო 2019 წელს. ეს მართლა ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ თითქმის ყველა მოსახლე, ვინც მაყურებელი, ვინ ჩვენ გვისმენს, ყველა მიცის, რომ არსებობს ინგალატორები, რომელიც არის სპაზმის მომხსნელი და ესე ფართოდ იყიდება და პაციენტმა შეიძლება გამოიყენოს. მაგრამ 2019 წელს და დღესაც ის ძალაშია, აიკრძალა მათი მარტო გამოყენება. იმიტომ რომ აი როგორც ხვირის წამლებს ჩვენ არა გვაქვს უფლება ხვირის გამხსნელები 5-7 დღეზე მეტი ვიხმაროთ და მერე ეს უკვე დამოკიდებულებას და პირიქით თავისთავად იწევს რინიტის მედიკამენტოზას, ანუ მედიკამენტით განპირობებული რინიტის ახალი დაავადების წარმოქმნას, ასევე აქ, როდესაც ადამიანი დიდხანს ღებულობს მარტო სიმპტომების მოსახსნელად წამალს, მისი ალერგიული ანთება, რომელზედაც ჩვენ ვისაუბრეთ, მისი წამყვანი დაავადების მიზეზი რთულდება თანდათანობით და შესაბამისად შეიძლება მსუბუქი ასთმის მქონე ადამიანს ძალიან მძიმე ასთმური შეტევაც განუვითარდეს. ანუ მიჩუმატდეს და ასე ვთქვათ, შეინიღბოს მისი მდგომარეობა და აი სხვადასხვა გამღიზიანებლების პირობებში მან თავი იჩინოს. ახლანდელ პირობებში შეიქმნა სხვადასხვა დიაგნოსტიკის პროექტები, რომელიც არის უფრო დახვეწილი, რომ პირველ რიგში დიაგნოზი იყოს სწორედ. ანუ რა არის მისი მასთან ხშირად კომორბიდული, მასთან ერთად არსებული, ვთქვათ, ეს არის ცხვირის მხრივი პათოლოგია, ეს არის, რა შემთხვევაში რინიტი, რასთანაც ძალიან ხშირად ერთად ხდება, ან რინოსინუსიტი, პოლიპოზი, რომელიც რთულად მიმდინარეობს. ანუ არა მარტო ის ალერგიული დაავადებები, რომელიც ასთმასთან ერთად არის, არამედ სხვა ბევრი სხვა დაავადება, რომელიც ხანდახან, ასე ვთქვათ, ნიღბავს მას და საჭირო არის დიფერენციალური დიაგნოზი. ეს სამედიცინო თემებია, ასე რომ წინსვლა დიაგნოსტიკაში, დიფერენციალურ დიაგნოსტიკაში და ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანია მკურნალობა. მკურნალობის თვალსაზრისით არსებობს გარკვეული კრიტერიუმები და ამ კრიტერიუმების, ასე ვთქვათ, განხილვა და მოწოდება არის ამ 24 წლის გაიდლაინში და აქცენტი ხდება მძიმე ასთმაზე. ეს მძიმე ასთმა სამწუხაროდ დროთა მანძილზე უფრო რთულდება. წინეთ თუ ჩვენ საინგალაციო სტეროიდები და
განხორციელებული მოქმედების ბეტაური აგონისტების, ანუ რაღაც კომბინირებული კარგი წამლებით იოლად გავდიოდით, გაიზარდა იმ ადამიანების რიცხვი განსაკუთრებით COVID-ის მერე, რომელთა დაავადებამ რთული მიმდინარეობა ნახა. ისინი ხშირად მიდის მაღალი ეოზინოფილიით, ან პირიქით სიმსუქნესთან ასოცირებული ბრონქული ასთმის მკურნალობაა ძნელი, ან ძნელია ისეთი ასთმის მკურნალობა, რომელიც არის, ასე ვთქვათ, ასთმურ ტრიადას რო ვეძახით, ანუ ასპირინით გამწვავებული რესპირაციული დაავადება, რომელიც მიდის პოლიპოზით, მძიმე ასთმით და ასპირინისა და არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატების აუტანლობით. ის უფრო მძიმედ მიმდინარეობს, ან მოზრდილობაში განვითარებულ ქალთა ასთმა. უფრო დიახ, ის უფრო მძიმეა, მას უფრო მეტი, უფრო დიდი დოზა სჭირდება, უფრო რთული. ბავშვებშიც ძალიან გაიზარდა თვითონ ალერგიზაცია და თუ წინეთ ადამიანი იყო ალერგიული ერთი ან თუნდაც ორი ალერგენის მიმართ 60%-ს თუ მეც არა აქვს პოლისენსიბილიზაცია და თქვენ კარგად აჩვენეთ ჯვარედინად მორიაგირე სიტუაციები, რომ თქვათ იქ კვერცხზე ალერგიული და ბუმბულზეც და ბულიონზეც, ისევე როგორც ძროხის ხორცზე და რძე და ძროხის ხორცი, ამ მტვერზე ალერგიული და ზღვის პროდუქტებს ვაჭამს. ანუ ეს გაიზარდა ასეთი ალერგიული მრავალსახეობა. უფრო მეტიც ლატექსი ბავშვი მაწოვარას წოვს და საშინელება ემართება და მიზეზი ლატექსია. ან ბრადიკი სხვადასხვა მექანიზმით განპირობებული შეშუპებები. ისინი შეიძლება იყოს ალერგიული ასთმის, ან ჩვეულებრივი არაალერგიული ასთმა გახდა უფრო საინტერესო და რთულად სამართა. ერთი მინდა ვთქვა, რაც ჩემი აზრით, რაც ესეთ იმედსაც გვაძლევს, ამ ასეთი ალერგიზაციის ფონის გაზდის პარალელურად ხდება ალერგიის, ანუ ანაფილაქსიისაგან ადამიანების დაცვის ცდელობა. და აღმოჩნდა ესეც ერთ-ერთი საინტერესო მიღწევა, რომ ამერიკის FDA-მ აღიარა ბიოლოგიური ნივთიერება არის, რომელიც არის იმუნოგლობულინის საწინააღმდეგო ანტისხეული, იმ ადამიანებს, რომელსაც მრავლობითი ანაფილაქსია ემართებათ, ანუ პოლისენსიბილიზირებული არიან, მათ ეს ბიოლოგიური წამალის როგორც წამალი გამოიყენონ სამკურნალო საშუალებად, რომ მათი ალერგიული ფონი დაიწიოს. იმიტომ რომ მათ მაღალი აქვთ როგორც კონკრეტულ ალერგენზე ანტისხეულება, ისე ზოგადი ფონი და ხშირია მიზეზი უნებლიეთ. აი, მაგალითად, ვიღაცა მიაწოდა, არ იცოდა რომ იმ საკვებში ის კომპონენტი იყო, ანუ დამალული პროდუქტების ფარული ალერგიის შემთხვევაში ადამიანის ცხოვრება შეიძლება საფრთხის ქვეშ დადგეს. და ამიტომ იმუნოთერაპია, ანუ ეხლა ყურადღება ალერგენ სპეციფიურზე სულ არის ასთმა რო განიკურნოს, ჩვენ ვიცით, სცენარეული ალერგიის დამნაშავე ალერგენი უნდა ვიპოვოთ, რაც ეხლა ისევ მოლეკულური ალერგოლოგია ძალიან ვითარდება და ის ასე ვთქვათ ასახავს ნახულობს თანამედროვე გაიდლაინებში, მაგრამ ამის გარდა იმუნოთერაპია ეხლა მიმართულია კვებითი ალერგენების მიმართაც, რაც ყველაზე უფრო რთულია და ხშირად მწვავე ალერგიულ რეაქციებთან არის დაკავშირებული. და აქ არის იმედი, რომ აღიარეს, რომ 1 წლის შემდეგაც კი უკვე ბავშვებში შეიძლება ეს ბიოლოგიური ნივთიერება იყოს გამოყენებული, რათა ეს ალერგიული ფონი დაიწიოს და ასეთ ბავშვებში ორალური იმუნოთერაპია უფრო ეფექტურად მიდის. ამ შემთხვევაში იმ ბავშვებს გულისხმობთ, რომელთაც აქვთ არა მარტო კვებითი ალერგია კანით გამოხატული, არამედ ალერგიული მარშის მსხვერპლნი არიან და ასთმით და უფრო ესეთი სხვა მულტისიმპტომური და კლინიკით მიმდინარეობენ. ძალიან დიდი მადლობა ქალბატონ მაია დღევანდელი სტუმრობისთვის, მრავალწლიანი თანამშრომლობისთვის და მეგობრობისთვის და დღევანდელი სტუმრობისთვის. მე მაყურებელს შევახსენებ, რომ დღეს ბრონქული ასთმის მსოფლიო დღეა და სწორედ ამ თარიღთან დაკავშირებით ჩვენი გადაცემის პირველი ბლოკის სტუმარი გახლდათ ალერგიის, ასთმისა და კლინიკური იმუნოლოგიის აკადემიის პრეზიდენტი, იმუნოლოგ-ალერგოლოგი პროფესორი ქალბატონი მაია გოთუა. ჩვენ ვაგრძელებთ გადაცემას, კიდევ ერთი თემატური ვიდეო რჩება და შემდეგ უკვე თვალთან დაკავშირებულ პრობლემებზე ვისაუბრებთ. კვებითი ალერგიის თავიდან ასაცილებლად. არ დაგავიწყდეთ ყველაზე ალერგიული პროდუქტების დიდი რვიანი. ძროხის რძე, კვერცხი, ხორბალი, სოიო, თხილი, ნიგოზი, ნუში, მიწის თხილი, აუნარაქისი.
თევზი, ზღვის პროდუქტები, მაგალითად მოლუსკები, კიბოსნაირები და სხვა. გახსოვდეთ, კვებითი ალერგიის ყველაზე ხშირი ნიშნებია: ჭინჭრის ნასუსხის მსგავსი გამონაყარი, ტუჩის ან თვალის შეშუპება, ქავილი პირის ყურში, სუნთქვის გაძნელება. სეზონური ალერგიის მქონე პაციენტების 25-30%-ს აღენიშნება ალერგია ახალი ხილისა და ბოსტნეულის მიმართ. ამის მიზეზი მცენარეებსა და საკვებ პროდუქტებს შორის ჯვარედინი კავშირია. სწორედ ამიტომ განსაკუთრებული ყურადღება გმართებთ პროდუქტების შერჩევისას. მაგალითად, სიფრთხილით გამოიყენეთ ვაშლი, გარგარი, ატამი, თხილი, მიგოზი. თუ გაქვთ ალერგია არყის ხის მიმართ. ხორბალი, სიმინდი, ქერი, პომიდორი. თუ გაქვთ ალერგია ბალოხოვანი მარცვლოვანების მიმართ. კივი. თუ გაქვთ ალერგია ამბროზიის მიმართ. ლატექსი, შესაბამისად, ლეიკოპლასტირი, რეზინის ხელთათმანი, ლატექს შემცვლელი ნებისმიერი სხვა პროდუქტი. თუ გაქვთ ალერგია კივის მიმართ. გაითვალისწინეთ. სწრაფი, დაუყოვნებელი ალერგიული რეაქცია თავს იჩენს 1-დან რამდენიმე საათში. დაგვიანებული, გახანგრძლივებული რეაქცია ვლინდება 24-48 საათის შემდეგ. დედის რძის მიმართ ალერგია იშვიათი მოვლენაა. ბუნებრივ კვებაზე მყოფ ჩვილს შეიძლება გამოუვლინდეს ალერგიული რეაქცია დედის რძის მიმართ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მედოძური ქალი დიდი რაოდენობით ძროხის ან თხის რძეს მიირთმევს. სიცოცხლის გახანგრძლივება და არა გადამდებ დაავადებათა თავიდანაწილება შესაძლებელია. სწორი კვებით, რეგულარული ფიზიკური აქტივობით, თამბაქოზე უარის თქმით. აირჩიეთ ჯანსაღი ცხოვრების წესი, პირადი ექიმის რჩევით. ვაგრძელებთ გადაცემას და ერთი მხრივ ჩვენი გადაცემა, როგორც შენიშნეთ, ალერგიებზე არის ორიენტირებული, იმიტომ რომ დღეს ბრონქული ასთმის მსოფლიო დღეა და ეს გვიბიძგებს ამ საკითხზე კიდევ ერთხელ ვისაუბროთ ცოდნის გაძლიერებისათვის და ცოდნა რომ გვაძლიერებს ეს დღევანდელი დღის სლოგანმაც დაადასტურა, ხოლო რაც შეეხება მეორე მხარეს, ეს არის დაგროვილი კითხვები და ის რეალობა, რომელშიც ჩვენს ქვეყანას ბოლო რამდენიმე დღე უწევდა არსებობა და ყოველთვის ჩვენი გადაცემა პასუხობს ადამიანთა კითხვებს, იმიტომ რომ ეს გადაცემა არის ადამიანებზე და ადამიანებისათვის და ასე იქნება ახლაც, როდესაც ოფთალმოლოგიაზე, ანუ თვალის პრობლემებზე ვისაუბრებთ და ჩვენი გადაცემის მეორე ბლოკის სტუმარი გახლავთ ასევე ჩვენი გადაცემის დიდი ხნის მეგობარი და გულშემატკივარი, იგი გახლავთ ოფთალმოლოგი, ანუ თვალის ექიმი, მედიცინის დოქტორი ქალბატონი მარიამ გოლოვაჩოვა. მარიამ, დილამშვიდობისა გილოცავთ და ძალიან მნიშვნელოვანია რომ სწორედ თქვენთან ერთად ვაგრძელებთ ამ თემაზე საუბარს, იმიტომ რომ ჩვენ მსგავს თემებზე არაერთხელ გვისაუბრია და სიმართლე გითხრათ, ასეთ კონტექსტში დაახლოებით 1 წლის წინაც ვისაუბრეთ, თუმცა მოდით დავიწყოთ ალერგიებით და ვთქვათ, არის თუ არა დამაზარალებელი თვალის ჯანმრთელობისათვის სეზონურად ის მონაცვლეობა, ვთქვათ, ჰაერში ალერგენების, ჩვენს გარემოში ალერგენების და პირველ რიგში თვალი როგორ პასუხობს ასეთ ალერგიულ რეაქციებს? პირველ რიგში გილოცავთ მეც აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს. რაც შეეხება ალერგიულ კონიუნქტივით, ზოგადად არის ასეთი ტერმინი მსოფლიოში უკვე pink eye, ანუ ვარდისფერი თვალი, რომელიც თავისთავად მოიცავს სხვადასხვა ტიპის კონიუნქტივიტებს. მათ ახასიათებთ მთელი რიგი სიმპტომების ერთობლიობა, ეს არის ჩივილები, თვალის სიწითლე პირველ რიგში, შეშუპება, ქუთუთოების, სინათლეზე რეაქცია, ანუ ფოტოფობია, წვა, ცრემლდენა და ბაქტერიული შემთხვევაში ჩირქოვანი გამონადენი. რაც შეეხება თვითონ რომ გამოვყოთ ეს ალერგიული კონიუნქტივიტი და დაუბრუნდეთ საწყის, საერთოდ კონიუნქტივა რა არის გარსი, რომელიც ფარავს ქუთუთოს შიგნითა ზედაპირს. დიახ. ჩვენ რეალურად ვხედავთ, აი ასეთ მოდელებზე ვხედავთ კონიუნქტივას. ქუთუთოს შიდა ზედაპირს და ფარავს ჩვენს თვალის კაკლის გარს, სკლერას რქოვანამდე. სწორედ არის გამჭვირვალე გარსი, რომელიც უხვად არის სისხლძარღვებით მომარაგებული და ანთების პროცესში სწორედ მისი ვიზუალის გამოვლენით ხვდებით, რომ არის ანთებითი პროცესი. ალერგიის შემთხვევაში როგორც ქალბატონმა მაიამ აღნიშნა, არსებობს სეზონური ალერგიები და არსებობს ალერგიები უბრალოდ რაიმე ალერგენზე, რაც როგორც
აღინიშნა, არის მომრავლებული. რადგან აქტუალურია სეზონური ალერგია, რა თქმა უნდა, დაკავშირებულია სხვადასხვა მცენარეების ყვავილობასთან და სწორედ ამ ყვავილობის ფონზე სხვა ალერგიულ რეაქციებთან ერთად წინ წამოიწევს ხოლმე ალერგიული კონიუნქტივიტი. საკმაოდ შემაწუხებელია პაციენტისთვის, შესაძლოა გამოიწვიოს მხედველობის პერიოდული დაბინდვაც, მაგრამ რეალურად შორეულ პერსპექტივაში სერიოზულ გართულებებს არ იწვევს. თუმცა არის ერთ-ერთი ტიპი ალერგიული კონიუნქტივიტის, ეს არის გაზაფხულის კატარია რქვა ადრე და ახლა არის გაზაფხულის კერატოკონიუნქტივიტი, როცა უკვე რქოვანაც ჩართულია. რქოვანის ჩართვის შემთხვევაში უკვე არის საშიშროება იმის, რომ მოხდეს მხედველობის დაქვეითება და შემდგომში ამ ნაწილს გულისხმობთ, ხო? რქოვანა არის თვალის გამჭვირვალე ნაწილი, რომელიც არის ციფერბლატივით ჩასმული და მისი გამჭვირვალობა უზრუნველყოფს ჩვენს მხედველობის სიმახვილეს. და როდესაც ხდება უკვე ანთებითი პროცესი გადადის რქოვანაზე, ეს შესაძლოა გახდეს მისი დანაწიბურების მიზეზი და დანაწიბურების შემთხვევაში უკვე მხედველობის დაქვეითებაზე მოქმედებს. როდესაც ჩვენ საუბრობთ სეზონურ პრობლემებზე, რასაკვირველია, ეს ყველას ერთნაირად არ ემუქრება და ამის შესახებ ან ინფორმირებულია გარკვეული ნაწილი ჩვენი საზოგადოების, იმიტომ რომ წინა სეზონზეც ჰქონდა, სხვა დროსაც ჰქონია, შეუნიშნავს. ან არის კატეგორია, რომელსაც აი ახლა პირველად დაეწყება და არის კატეგორია, რომელსაც ასეთი საფრთხეები თითქოს არ აქვს. აი ასეთი განსხვავებული მოცემულობა საყურადღებოა მაშინ, როდესაც მაგალითად თვალის გამღიზიანებელ ფაქტორად შეიძლება აღმოჩნდეს ის, რაც ქალბატონმა მაიამ ძალიან კარგად დაახასიათა და განსაზღვრა ბრონქული ასთმის რისკებად, თქვათ, იქნება ეს მაგალითად წიწაკის ექსტრაქტი, იქნება რაღაც ქიმიური ნაერთი, რომელიც არის აირის შემადგენლობაში. როდესაც ჩვენ საუბრობთ ასეთი ტიპის გამღიზიანებლებზე, მე შემთხვევით არ ვახსენე დაახლოებით 1 წლის წინ ჩვენი საუბარი. ასეთ დროს ეს არის რისკი ყველა თვალისთვის თუ არის განსაკუთრებით, თქვათ, გასათვალისწინებელი კონკრეტული მოცემულობა, წინასწარი მოცემულობა? ნებისმიერი ქიმიური გამღიზიანებელი და ჩვენ შემთხვევაში კითხვა არის დასმული წიწაკის სპრეიზე და თქვათ სხვადასხვა ტიპის ქიმიური ეს საზოგადოების კითხვას პასუხობთ რეალურად? კი, რა თქმა უნდა. ამ შემთხვევაში ის მოქმედებს ყველა ადამიანზე. ანუ ეს ნივთიერებები დაახლოებით 15-20 წუთის განმავლობაში იწვევენ ძლიერ ცრემლდენას, წვას, დისკომფორტს, მხედველობის დაბინდვასაც კი და ამ დროს მნიშვნელოვანია ადამიანებმა რაღაცნაირად თავი შეიკავონ მისი თვალის მოსრესისგან, ანუ მისი გადანაწილებისგან კიდე სახის სხვა მიდამოებზე. ანუ ეს მექანიკურად მოსრესვა ანაწილებს ამას კიდე. ანაწილებს, გარდა ამისა შესაძლოა გამოვიწვიოთ უკვე ჩვენ თვითონ გამოვიწვიოთ ზედაპირის ტრავმირება და უფრო მეტად ამ ნივთიერებების მოქმედება, ამიტომ ასეთ დროს მნიშვნელოვანია, რაც შეიძლება დროულად მოხდეს გამდინარე წყლით თვალის გამორეცვა. არ არის აუცილებელი იყოს ფიზიოლოგიური ხსნარი, რა თქმა უნდა, ძალიან კარგია თუ გვაქვს ფიზიოლოგიური სითხე, მაგრამ სუფთა გამდინარე წყალიც მნიშვნელოვანია, მნიშვნელოვნად ამცირებს სიმპტომებს და სადღაც 15-20 წუთის შემდეგ ის თავისთავად მცირდება ეს ჩივილები და ეს სიმპტომები, მაგრამ გამდინარე წყალი ამას უფრო უსუბუქებს ადამიანს და უფრო ნაკლები გართულებები ან სხვა სიმპტომები არის მოსალოდნელი. თქვენ ახსენეთ გართულებები ან სხვა სიმპტომები. ეს რა ვადაშია მოსალოდნელი, რა შეიძლება იყოს, იმიტომ რომ ადამიანთა გარკვეულ ნაწილს აქვს კითხვა, ეს არის ახლა ამ წუთას, თქვა 10-15 წუთის განმავლობაში ეს გაღიზიანებული თვალი, თუ ეს არის გრძელვადიან პერსპექტივაში გასათვალისწინებელი მდგომარეობა? კი ბატონო, საბედნიეროდ წიწაკის სპრეი და მსგავსი ქიმიური ნივთიერებები შორეულ პერსპექტივაში, ანუ შორეულ ვადებში არ იწვევენ თვალის დაავადებებს ცალკე, როგორც ასეთი მათი ზემოქმედება. თუმცა 15-20 წუთის განმავლობაში ჩვენ თუ თვალს მოვისრისავთ ან სხვა დაზიანებას მივიღებთ, შესაძლოა მოხდეს მეორადი ბაქტერიული ინფექციის შეჭრა, შესაძლოა მოხდეს სხვადასხვა ტიპის ეროზიების განვითარება, ამიტომ ისევ და ისევ დაუბრუნდეთ იმ საკითხს, რომ რეალურად არ იწვევს შორეულ გართულებებს, მაგრამ ის 15-20 წუთი მაქსიმალურად ვეცადოთ, რომ მხოლოდ და მხოლოდ გამოვიყენოთ გამდინარე წყალი.
როდესაც თქვენ ამბობთ, რომ არ იწევს შორეულ გართულებებს, გულისხმობთ პრაქტიკულად ჯანმრთელ ადამიანებსაც და იმ ადამიანებსაც, ვისაც რაღაც პრობლემა ჰქონდათ თვალთან დაკავშირებით. პრაქტიკულად ჯანმრთელ ადამიანებს გულისხმობ, რა თქმა უნდა, ისევე როგორც ბრონქული ასთმის შემთხვევაში, ანუ წიწაკის სპრეი შესაძლოა პრაქტიკულად ჯანმრთელი ადამიანისთვის არ იყოს საშიში, მაგრამ ბრონქული ასთმის შემთხვევაში გამოიწვიოს სერიოზული ბრონქოსპაზმი. აქედან გამომდინარე, იგივე თვალზე. თუ თვალზე გვაქვს რაიმე წინაპირობა, ან არის თქვათ ქრონიკული კონიუნქტივიტი, ან არის კერატიტი. ძალიან მნიშვნელოვანია ასეთ დროს კონტაქტური ლინზის მატარებლებმა იმ წუთას მოხდეს ამ ლინზის ამოღება თვალიდან. ანუ გაითვალისწინონ ეს, იმიტომ რომ ლინზის შემთხვევაში ეს სიმპტომები კიდევ უფრო მნიშვნელოვანია და უფრო დიდხანს ხდება ზემოქმედება. ამიტომ, რა თქმა უნდა, დამოკიდებულია სხვადასხვა ტიპის დაავადებებზე, მეტწილად რქოვანის წყულის ან დაზიანების შემთხვევაში მეტად მოქმედებს, თუმცა 15-20 წუთის შემდეგ მისი მოქმედება ნამდვილად გადის და ძალიან მნიშვნელოვანი რეკომენდაცია იყო, რაც ახლა თქვენ ბრძანეთ კონტაქტური ლინზის მომხმარებელთათვის, იმიტომ რომ ასეთი პრაქტიკული რეკომენდაცია, რომელიც მათი რისკების შემცირებას ემსახურება, ალბათ ძალიან გასათვალისწინებელი იქნება. როდესაც ჩვენ საუბრობთ ლორწოვანის გაღიზიანებაზე, ამ შემთხვევაში კონიუნქტივაზე საუბრობდით თქვენ, ეს შეიძლება იყოს მექანიკური, შეიძლება იყოს ქიმიური, ჩვენ მიერ დასახელებული ფაქტორები, იგივე ალერგენები, როგორც ანთების გამომწვევი კომპონენტები, ქიმიური ნაერთები, მაგალითად წიწაკის ექსტრაქტი, მექანიკური, მაგალითად თუნდაც ხელის მოსრესვა, ან ნებისმიერი სხვა ფაქტორი, რომელიც შეიძლება იყოს გამოყენებული. რამ შეიძლება კიდევ გამოიყვანოს წონასწორობიდან ჩვენი, ასე ვთქვათ, ეს მფარავი შრე კონიუნქტივა და გამოიწვიოს ანთება, რომელიც განსაკუთრებით საგულისხმოა ახლა, როდესაც ჩვენ დავიწყეთ საუბარი სწორედ ალერგიების კონტექსტში. როგორც აღნიშნეთ, კონიუნქტივიტის გამომწვევი შესაძლოა იყოს ვირუსული ინფექცია, შესაძლოა იყოს ბაქტერია და შესაძლოა იყოს ალერგია. ალერგიული კონიუნქტივიტი განვიხილეთ უკვე და ისი განსხვავდება, აი როგორ უნდა მივხვდეთ? პირველ რიგში განსხვავდება იმით, რომ ჩვენი სიმშვიდისთვის ალერგიული კონიუნქტივიტი მოგეხსენებათ არ არის გადამდები და ნებისმიერი სხვა ტიპის ბაქტერიული კონიუნქტივიტი ერთი ადამიანიდან მეორეზე გადამდებია. ძირითადი განსხვავება მაინც არის ხოლმე ჩირქოვანი გამონადენი, რაც ახასიათებს ბაქტერიულ კონიუნქტივიტს. ვირუსული კონიუნქტივიტის შემთხვევაში ხშირია მხედველობის დაბინდვაც და ხშირად ადენოვირუსული ინფექციის შემთხვევაში არის ზოგადი სიმპტომებიც. ამიტომ ესე ზუსტად ყველა შემთხვევაში იდეალურად და პროტოკოლით ყველა ეს სიმპტომები არ არის გამოკვეთილი, მაგრამ მაინც მეტნაკლებად გარჩევა უფრო ადვილია. გასათვალისწინებელია ადამიანის ანამნეზი აუცილებლად. თუნდაც პირველად იყოს ეს ალერგიული პროცესი, ალერგიულ კონიუნქტივიტს არასდროს არ ახლავს ჩირქოვანი გამონადენი დასაწყისში. შესაძლოა ის მეორადად ინფიცირდეს და მხოლოდ შემდგომ დაიწყოს. არის უფრო ცრემლის მსგავსი სეროზული გამონადენი და გამჭვირვალე გამონადენი და გამოხატული ქავილი. ქავილი არის ერთადერთი და ერთ-ერთი ის ძირითადი სიმპტომი, რაც განასხვავებს ალერგიულ კონიუნქტივიტს სხვა ტიპის კონიუნქტივიტებისგან. თუმცა ჯამში ფინქაი, ანუ ვარდისფერი თვალი ხასიათდება საშინელი დისკომფორტით, აქვთ ქვიშის შეგრძნება თვალში ადამიანებს, შუქზე რეაქცია, ფოტოფობია, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, შეშუპება, ცრემლდენა, დისკომფორტი და უცხო სხეულის შეგრძნება. ეს არის ის მახასიათებლები, რაც აწუხებს პაციენტს ნებისმიერი სახის კონიუნქტივიტის შემთხვევაში და შემდგომ უკვე დიფერენცირება, ეს არის ექიმის მოვალეობა, მოხდეს ზუსტი დიაგნოსტირება, რომ მიზანმიმართულად დავიწყოთ ის მედიკამენტოზური მკურნალობა, რაც მითითებულია ან საჭიროა კონკრეტულ შემთხვევაში. თუმცა თქვენს ფრაზებში იყო ასეთი მინიშნებები, თუნდაც ქავილზე, თუნდაც გამონადენის თავისებურებაზე და ასე შემდეგ. რამდენიმე კითხვა, რომელიც ასევე მაყურებლის ინტერესიდან გამომდინარეობს. როდესაც ალერგიულია კონიუნქტივიტი, როდესაც იცის ადამიანმა, რომ ნამდვილად მაგალითად სეზონთან ერთად მწვავდება მისი ეს პრობლემა.
ასეთ დროს რა არის წამყვანი? ჩვენ იმუნოლოგ ალერგოლოგებთან ერთად მკურნალობს და ვუვლით მთლიანად ალერგიულ პროცესს და როგორც შედეგი მოწესრიგდება კონjunktივის მდგომარეობა, თუ ცალკე ჭირდება თვალს მკურნალობა. აი ასეთი ძალიან პრაქტიკული კითხვა აქვს მაყურებელთა გარკვეულ ნაწილს. გეთახმებით, მე ვფიქრობ და ჩვენი გამოცდილებიდან მაინც ერთობლივი ჩართულობა საჭირო. ანუ საჭირო ალერგოლოგის და იმუნოლოგის ზოგადი ალერგიის ფონის მართვა ანტიჰისტამინური პრეპარატებით და ჩვენის მხრივ თვალის გამოვლინება, როდესაც არის გამოხატული, თუ არის მსუბუქი შემთხვევები, ვნიშნავთ ანტიჰისტამინურ ადგილობრივი მოქმედების მედიკამენტებს, აუცილებლად დამატენიანებელ თვალის წვეთს და აქაც გასათვალისწინებელია, რომ ეს წვეთები ნაკლებად იყოს ალერგიული პაციენტისთვის და იყოს კონსერვანტის გარეშე, ანუ უკონსერვანტო. და იმ შემთხვევაში, როდესაც გვაქვს გამოხატული უკვე ესეთი გიგანტური პაპილიტის სახითაც არის ხოლმე ესეთი გუთუთოს ქვეშ არსებული ლორწოვანის დრილების გაღიზიანება, ამ შემთხვევაში უკვე ადგილობრივი სტეროიდების გამოყენების გარეშე ფიზიკურად შედეგს ვერ მივიღებთ. ამიტომ ყოველთვის უმჯობესია ოფთალმოლოგმა და ალერგოლოგ იმუნოლოგმა ერთობლივად მართოს პაციენტი და პერიოდულად მისი სიმპტომების მიხედვით მოხდეს კორექტირება უკვე დანიშნული მკურნალობის. კითხვას, რომელსაც დაგისვამთ, დარწმუნებული ვარ, პირველად არისმენთ, მაგრამ ამ კითხვის ავტორები არიან პრობლემით შეწუხებული მშობლები, არაპირადად საკუთარ თავის გამოწუხან, არამედ პატარების გამო, რომელთაც არა ერთხელ, არამედ რამდენჯერმე უკვე ჰქონდათ და საკმაოდ ხშირად აქვთ თვალების შეწებება ახალგაღვიძებულზე, ყვითელი გამონადენი თვალიდან და რას შეიძლება ეს უკავშირდებოდეს ის, რომ ჰიგიენას არიცავს კარგად პატარა ამას, თუ შეიძლება იყოს რაღაც პრობლემა ისეთი, რომელსაც აუცილებლად ჭირდება ცალკე დიაგნოსტიკა. რა თქმა უნდა, მცირე ასაკის ბავშვებში ხშირია მეორადად ბაქტერიული კონjunktივითის განვითარება, რაც არ უნდა კარგად ვუვლიდეთ მშობლები, მაინც ხდება ხო ხელის დაბინძურება და ამ ხელის თვალთან მიტანას ყოველთვის ვერ გავაკონტროლებთ. თუმცა, როდესაც არის ხშირი ჩირქოვანი გამონადენი, თვალის დაწებება და ბაქტერიული კონjunktივიტი, მნიშვნელოვანია ჩვენ შევამოწმოთ ბავშვების საცრემლე არხების გამტარობა, გამავლობა, როგორ არის შეიძლება ვიზუალურად მშობელი ვერ მიხვდეს. ამიტომ ასეთ დროს ბავშვთა პედიატრი ოფთალმოლოგი ამოწმებს სწორედ საცრემლე არხის გამავლობას და იმ შემთხვევაში თუ საცრემლე არხის პრობლემაა, ხდება უკვე მიზნობრივად ამ პრობლემის მოგვარება და ბაქტერიული კონjunktივითის სიხშირის შემცირება შესაბამისად. ერთი შეკითხვა, რომელიც ვირუსულ ინფექციას უკავშირდება, რამდენად ჯდება კლინიკის ფარგლებში თუ ადენოვირუსული ინფექციის გადატანის შემდეგ ჯერ კიდევ, ვთქვათ, კლინიკური სურათი აღარ არის, ვირუსი თითქოს დაძლეულია, მაგრამ თვალის მხრივ პრობლემები რჩება, ანუ ცრემლდენა და უცხო სხეულის შეგრძნება. ეს არის თუ არა საყურადღებო და ცალკე მოითხოვს თუ არა მკურნალობას. ადენოვირუსული კერატოკონjunktივიტი თუ არის ამ შემთხვევაში კერატიტიც, ანუ რქოვანაც ჩართული, ხშირ შემთხვევაში საკმაოდ ხანგრძლივ თერაპიას მოითხოვს. მნიშვნელოვანია ამ დროს დამატენიანებელი წვეთების ხანგრძლივად გამოყენება და რაც ასე ვთქვათ, ჩვენთვის ახლა ცოტა ძნელი მისახვედრია, შესაძლოა იყოს რქოვანაზე ნაწიბურები, ანუ შემღვრევები, ეს ხდება ხოლმე ადენოვირუსული კერატიტის შემთხვევაში, წერტილოვანი შემღვრევები, რომელთა გაფერმკრთალებაც და შემცირებაც ეტაპობრივად გამოიწვევს ამ ჩივილების უკუსვლას, მაგრამ სასურველია მაინც ოფთალმოლოგის კონსულტაცია, იმიტომ რომ ზოგჯერ უბრალოდ ადენოვირუსული კონjunktივიტი შესაძლოა გადაიზარდოს კერატოკონjunktივიტში და კერატიტის მკურნალობა უკვე მნიშვნელოვანია მოხდეს ოფთალმოლოგის მეთვალყურეობის ქვეშ. და კიდევ ერთი ძალიან პრაქტიკული კითხვა, სათვალე რამდენად იცავს ალერგენებისაგან ან ქიმიური გამღიზიანებლისაგან თვალს? რა თქმა უნდა, სათვალე იცავს ალერგენებისაგან, მეტნაკლებად იქნება ეს მზის დამცავი სათვალე თუ ოპტიკური სათვალე. თუმცა მაინც ვიტყოდი, რომ როდესაც არის ქიმიური ნივთიერებების ზეგავლენა, ამ დროს უკვე მნიშვნელოვანია არა ჩვეულებრივი სათვალე, არამედ
დამცავის სათვალე კარგად ჰერმეტულად, როდესაც ჩდება სახეზე, რომ არ მოხდეს ამ თვალის მიდამოში ამ ნივთიერების შეღწევა. აქედან გამომდინარე, თუ უბრალოდ პოლინოზის პრობლემაა, რა თქმა უნდა, ჩვეულებრივი სათვალე საკმარისია, ხოლო როდესაც გვაქვს უკვე თქვათ წიწაკის ექსტრაქტზე საუბარი, ამ დროს მნიშვნელოვანია დამცავი სათვალის გამოყენება. ძალიან დიდი მადლობა ჩვენთან მეგობრობისთვის და თანამშრომლობისთვის. მადლობა, რომ ამდენი წლის მანძილზე სხვადასხვა სიტუაციაში ძალიან მარტივად, გასაგებად, საზოგადოებისათვის საინტერესო კითხვებს სცემთ ხოლმე პასუხს. მაყურებელს შევახსენებთ, დღევანდელი ჩვენი გადაცემის მეორე ბლოკის სტუმარი გახლდათ ოფთალმოლოგი, მედიცინის დოქტორი ქალბატონი მარიამ გოლოვაჩოვა. წინ ჩვენ კვებითი შუქნიშანი გველოდება და კვებითი შუქნიშანი და კვებაზე საუბარი, რომელიც ასევე იქნება თქვენს კითხვებზე პასუხი. კვებითი შუქნიშანი და ტრადიციული გადანაწილება სათქმელისა ფერების შესაბამისად მწვანე ნებადართვით, ყვითელი სიფრთხილით, წითელი შეზღუდვით, ძალიან იშვიათად აკრძალვით და ძირითადი სათქმელით მომაქცია ყურადღება. დღევანდელი ჩემი საუბარი კვებით ბლოკში იქნება ორი ძირითადი წახნაგით წარმოჩენილი. ერთი იქნება მომაქცია ყურადღება და რას ვაქცევთ ყურადღებას? აუცილებლად ვაქცევთ ყურადღებას იმას, რომ სარიტუალო კვება უკავშირდება ძალიან ბევრი ადამიანისათვის კვების ერთი მოდელის მეორე მოდელით ჩანაცვლებას. თუ მორწმუნე მართლმადიდებელთა საკმაოდ დიდი ნაწილი მკაცრად ინახავდა მარხვას, ახლა ხსნილია. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ადამიანები შეზღუდული კვების მოდელიდან გაფართოებულ კვების მოდელზე გადადიან. სამედიცინო თვალსაზრისით ამაზე მსჯელობა შორს წაგვიყვანს, მაგრამ ერთი რამ უნდა ვთქვათ აუცილებლად. თუ თქვენ ძირითადად მცენარეული წარმოშობის ნახშირწყლოვან საკვებზე იყავით ორიენტირებული, მცენარეული წარმოშობის ცილებისა და ცხიმების ურთიერთშეხამებაზე, ახლა საკვების გაფართოება ნიშნავს იმას, რომ ცხოველური წარმოშობის პროდუქტები აქტიურად შემოდის კვებაში. ამ პერიოდისათვის მომზადებული რომ იყოს ორგანიზმი, ჩვენ შევთანხმდით და აგერ უკვე 15 წლის მანძილზე ყველა მსგავს დღესასწაულთან, მსგავს სიტუაციასთან დაკავშირებით ჩვენ საუბრობთ, როდესაც გადავდივართ კვების ერთი მოდელიდან მეორეზე, ჩვენ გვჭირდება გარდამავალი კვება და გარდამავალი კვებისათვის ყველაზე უპრიანი, ყველაზე მისადაგებული, ყოველგვარი ბიოქიმიის და ნუტრიციის ცოდნის გარეშე დასაბუთებით სასარგებლო არის სწორედ გარდამავალი კვების მოდელისთვის მისადაგებული, როგორც უკვე გითხარით, სარიტუალო კვება და ასე ხდება ხოლმე მაგალითად შობის შემდეგაც საახალწლო დღესასწაულების თანხლებით, ასე ხდება სააღდგომოთაც, როდესაც ჩვენ შეგვიძლია გამოვიყენოთ სარიტუალო სააღდგომო ნამცხვარი, მაგალითად კომბინაციაში სააღდგომო კვერცხთან. თავისთავად სააღდგომო კვერცხი ნიშნავს ცხოველური ცილის აქტიურად შემოსვლას კვების რაციონში, მაგრამ ასეთ შემთხვევაში ყველა ამინომჟავის და ყველა საკვები ნივთიერების ერთ პროდუქტში თავმოყრა არის ძალიან მნიშვნელოვანი სიბრძნე, რომელსაც უსაფრთხოდ გამოყენება ჭირდება. არ შეიძლება თქვათ ეს პროდუქტი დავტოვოთ მაცივრის გარეშე ხანგრძლივად, არ შეიძლება ეს პროდუქტი თქვათ ერთ კვირაზე მეტი ხნის განმავლობაში განსაკუთრებით გარეთ ნადები, შემდეგ ბავშვებს მივცეთ, მცირე ასაკის ბავშვებს უსაფრთხო შეიძლება არ იყოს ამ პროდუქტებით დატვირთვა, ანუ დიდი რაოდენობით ამ კვერცხის მირთმევა, განსაკუთრებით იმ ადამიანებისათვის, ვისაც ჯანმრთელობასთან დაკავშირებული გარკვეული რისკი აქვს, თუმცა როგორც გარდამავალი პროდუქტი, ეს არის ძალიან კარგი საშუალება, ისევე როგორც მაგალითად ნადუღის გამოყენება და მერე უკვე გაფართოება მაგალითად თევზით, ფრინველით და შემდეგ უკვე ასეთი ტიპის გრადაციით უფრო რთულად მოსანელებელ ხორცთან მისვლა. სხვათა შორის ხბოს ხორცის გამოყენება, რომელიც რიტუალურად ასევე არის დამკვიდრებული ჩვენს ქვეყანაში ტყემალთან და უხვად სხვადასხვა მწვანილთან ერთად, ეს არის ზუსტად იმ სასარგებლო თვისებების წარმოჩენა, რაც ამ პროდუქტების კომბინაციაშია და იმ პროდუქტების განეიტრალება, რაც შეიძლება საზიანო იყოს. ასეთი კომბინაცია არ არის არც ერთ კულტურაში. მე ამ თემას აუცილებლად დაუბრუნდები, თუმცა
როდესაც ჩვენ საუბრობთ ადამიანურ სიმსუყეზე, გარკვეულწილად დღეს შაქაფულზე საუბარი უხერხულად მიმაჩნიამე, მას შემდეგ რაც მეტნაკლებად ვისაუბრეთ კვერცხის მნიშვნელობაზე. ახლა მინდა ვუპასუხო მაყურებელთა იმ ნაწილს, რომელთა შეკითხვა უკავშირდებოდა გემოს დაკარგვას. მაგალითად, შეიძლება თუ არა წიწაკამ გემო დაგვაკარგვინოს და მაგალითად შესხურებულმა წიწაკამ შეიძლება თუ არა გემო დაგვაკარგვინოს. მოდით დავიწყებ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი სქემით და ახლა დამეხმარებიან ჩვენი ოჯახის წევრები, რომლებიც სააპარატოში იმყოფებიან, იმისათვის რომ ნახოთ გამოსახულება, რომელსაც ქვია ენის რუკა. გაგიკვირდებათ და ეს რუკა ძალიან ხანდაზმულია. ეს რუკა თავდაპირველად 1942 წელს პირველად გამოიყენა ბორინგმა და მისი ეს ასე ვთქვათ, სქემა ეფუძნებოდა ჯერ კიდევ 40 წლით ადრე ერთ-ერთი ძალიან ცნობილი გერმანელი მეცნიერის მიერ შემუშავებულ რეკომენდაციებს. ვარაუდობენ მეცნიერები, რომ გარკვეული კავშირი პირველ წყაროსთან დაირღვა, მაგრამ ამან არ შეცვალა ისტორიის განვითარება, იმიტომ რომ დღემდე ძალიან ბევრ სახელმძღვანელოში ენის რუკა, რომელიც გვეუბნება, რომ მაგალითად სიმლაშეს ძალიან მარტივად აღვიქვამთ საკვებში, იმიტომ რომ მლაშე შეუძლია გაშიფროს ენის წვერმა და ენის გვერდებმა, ისევე როგორც ტკბილი შეუძლია ძალიან კარგად აღიქვას ენის წვერმა, ძალიან მნიშვნელოვანია შევახამოთ მწარე აღქმასთან. მაგალითად, მწარე ამ სქემის მიხედვით აღიქმება უფრო ენის ძირით, ანუ ენის უკანა ნაწილის მიერ, უფრო გვიან აღმოვაჩენთ ხოლმე სიმწარეს, მაგრამ თუ ბევრია ასეთი კომპონენტი საკვებში, ის გადაფარავს ყველა დანარჩენს და ბევრ თქვენგანს გამოუცდია მწარე საკვების მირთმევის შემდეგ ვეღარც მლაშეს ვგრძნობთ, ვეღარც ტკბილს ვგრძნობთ, ვეღარც ცხარეს ვგრძნობთ. ეს არის ზუსტად იმ ძლიერი აქცნების გამო, რომელიც ამ დროს წარმოიშობა. მაგრამ თუ თქვენ ერთხელ მაინც ჩაგიხედავთ ჩემს წიგნში, აუცილებლად აღმოაჩენდით, რომ ეს მიდგომა უკვე დიდი ხანია არის უარყოფილი და რომ ახლა კიდევ ერთი გამოსახულება გაჩნდება ეკრანზე, სადაც იგივე სქემა არის გადახაზული. რატომ? იმიტომ რომ თანამედროვე მედიცინა, თანამედროვე მეცნიერება ადასტურებს ადამიანს ასეთი იზოლირებული აღქმისთვის არ აქვს ენა, რომ გემოვნებას მარტო ენა არ განაპირობებს, უпростоროდ გემოს აღქმას, რადგან გემო იქმნება სხვადასხვა შეფასებით ერთდროულად, ანუ სხვადასხვა გრძნობათა ორგანოს ჩართულობით, სხვადასხვა შთაბეჭდილების გაერთიანებით, თქვენ წარმოიდგინეთ ვიზუალური ყნოსვითი და გემოვნებითი ყველაფერი ერთმანეთს ემთხვევა და ამის შემდეგ შევიგრძნობთ ჩვენ გემოს. ამიტომ თუ თქვენ ცხვირის ლორწოვანი გაგიღიზიანდათ, თქვენ დაგიზარალდებათ გემო. თუ თქვენ შეგიგუბდათ ცხვირი, დაგიზარალდებათ გემო. თუ პირის ღრუში რაღაც ძლიერი გამღიზიანებელი აღმოჩნდა, რასაკვირველია, ამან შეიძლება გადაფაროს სხვადასხვა გემოს აღქმა და ეს მნიშვნელოვანია სწორედ თქვენს კითხვაზე პასუხის გასათვალისწინებლად, რომ ასეთ შემთხვევაში დიახ, წიწაკას, რომელსაც აქვს თავისი ერთეულები, სიმწარეს, რომელსაც აქვს თავისი საერთაშორისო ერთეული და აქვს თავისი სკალა, რომელიც სკოვილის სკალით არის ცნობილი და სკოვილის ერთეულების სახით არის ცნობილი, დამოკიდებულია ამა თუ იმ პროდუქტში კაფსაიცინის და კაფსაიცინოიდების საერთო რაოდენობაზე. რთული სახელი აქვს, მაგრამ კაფსაიცინი რომ წიწაკის შემადგენლობაშია, ჩვენ ეს ვიცით, სხვადასხვა სამკურნალო საშუალებაშიც გადმოდის და მისი განეიტრალება შეიძლება რასაკვირველია სხვა გემოებითაც ნაკლებად უფრო, მაგრამ ძალიან ადვილად შესაძლებელია, მაგალითად, წყლით არაერთხელ თქვენს თავად მოგისინჯავთ, როდესაც ცოტა მწარე საკვები შეგხვედრიათ, მაშინათვე გიცდიათ, რომ წყალი დააყოლოთ და ამითი გაანეიტრალოთ პირის გემო. ან შეიძლება გამოიყვანოთ ძალიან თამამად სხვადასხვა წყალუხვი მცენარე და პროდუქტი. ეს არის მაგალითად ამ შემთხვევაში ვაშლი, კიტრი, ეს არის მაგალითად ისპანახი და თქვენ წარმოიდგინეთ ჯეჯილიც კი, იმიტომ რომ ეს პროდუქტები სწორედ იმით გამოირჩევა, რომ 70%-ზე ზოგიერთ შემთხვევაში ჩემი მიერ დასახელებული პროდუქტები 90%-ზე მეტ წყალს შეიცავს. ამიტომ წყალუხვი პროდუქტების გამოყენება არის პირის ღრუში შეგრძნებების განეიტრალების ძალიან კარგი საშუალება, ისევე როგორც რასაკვირველია უნივერსალურად რეკომენდებული წყალი, როგორც ნეიტრალური საშუალება, როგორც
ადამიანის ორგანიზმის შემავსებელი, როგორც შეგრძნებების გამაწონასწორებელი და ამავე დროს მნიშვნელოვანი კომპონენტი იმისათვის, რომ ესა თუ ის სასარგებლო ნივთიერება მოხვდეს ჩვენს ორგანიზმში და ესა თუ ის სასარგებლო ნივთიერება უბრალოდ მექანიკურად ჩამოირეცხოს და გამოიდევნოს ჩვენი ორგანიზმიდან. ეს იყო დღევანდელი ჩვენი რეკომენდაციები, მათ შორის მაყურებელთა კითხვების გათვალისწინებით მე ხვალამდე გემშვიდობებით და ტრადიციულად ჯანმრთელობას და ხერხემლობას გისურვებთ.